გველი არის საკმაოდ პრიმიტიული ცხოველი. არ აქვს მაგალითად თუნდაც ტვინის ქერქი, რომელიც პროგნოზირებადი არის შეიძლება. ანუ ადამიანზე უფრო ვიტყვით რომ რა მოუვა თავში არის, იმიტომ რომ კომპლექსური ტვინი გვაქვს და ესენი, ანუ თუ კომფორტულად არის, კარგად იქნება, თუ საფრთხეს გრძნობს, მაშინ გიკვენს. საკმაოდ პროგნოზირებადი ტიპები არიან, მით უმეტეს თუ მთელი ცხოვრება მაგათთან გაქვს გატარებული და იცი რას მოიმოქმედებს. აი ახლაც მაგალითად საყრდენი იპოვა, დაწყნარდა, საყრდენი არ ქონდა, ხვანცალებდა. ყველაზე საინტერესო თემა არის ხოლმე ბუნებაში რო შეგხვდას რა უნდა ვქნათ რა. არაფერი, უნდა უბრალოდ გავეცალოთ, იმიტომ რომ თუ მივუახლოვდით, თუ გადავწყვეტეთ რომ ან დავიჭიროთ, ან მოვკლათ, ან ნებისმიერ რაღაცა ვქენით, რაც მათთან მიგვაახლოვებს, ეს ვერ ხდება შენ უახლოვდები იმისთვის რომ ფოტო გადაუღო, მოკლა, თუ დაიჭირა და შეჭამო რა. ამიტომ ყოველთვის ეცდება რომ პირველ რიგში გასრიალდეს სადმე და მერე თუ მიხვდება რომ ვერსად ვერ მისრიალებს და რაღაცნაირად ამ გზით ვერ შეძლებს რომ თავი დაიცვას, ხოლმე მერე უკვე ეცდება რომ არ ვიცი ან გიკვინოს, ან რაღაცნაირად შეგაშინოს რა. უკიდურესი შემთხვევა იქნება ხო? კი, მართლა. და ესე ძალიან კარგად იცავენ პირად საზღვრებს, ანუ თუ არ ერთში არ გერჩის, მაგრამ თუ ერთში თვითონაც გერჩის. უცოდინრობა იწვევს შიშს და შიში იწვევს აგრესიას და ხალხმა არაფერი არ იცის. გველებზე მე ეშინიეთ, შიში კი გადააქვთ აგრესიაში და უნდა დაგვაფიქროს ამან ჩვენ თავზე რა, იქნება რომ მარტო გველებზე არის ეგ. ზუსტად, იქნებ ზოგადად ცხოვრებისეული ფიქრი არის ეს, რომ ვეცადოთ მეტი შევიმეცნოთ, მეტი გავიგოთ, მეტად უცნობიერები ვიყოთ და რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ნაკლებად გვეშინოდეს რაღაცეების და ნაკლებად აგრესიულებიც ვიყოთ.